გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი უბილავა. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა რომ გვეწვიეს სტუდიაში. დღეს რამდენიმე თემაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა ეს არის უკრაინა-რუსეთს შორის შესაძლო მოლაპარაკებები თურქეთში, ასევე ამერიკის კონგრესის მიერ დამტკიცებულია მეგობარი აქტის საპირისპირო პოზიცია საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული ტექსტი და ასევე ეს ახალი ამბავი, რაც ეხება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოქრუაშვილის დაკავება სასამართლო დარბაზში. ის არაპირებდა მგირაოს გადახდას, რის გამოც პროკურატურასთან იყო შუამდგომლობა და ის სასამართლო დარბაზშივე აიყვანეს და აპატიმრეს. მოდით დავიწყოთ პირველი თემით, რომლის მიმართაც არის მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართული. ვიცით, როგორი მძიმე პერიოდია ამ კუთხით, განსაკუთრებით დასავლეთისთვის, თუმცა მათი პრესა, დასავლური პრესა ყველაფერს ცდილობს, ეს მოდერირებული ტექსტებია იმდაგვარი, რომლის თანახმად მახვეწარის პოზიციაში არის რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი და ესენი კი კოლექტიური დასავლეთი აყენებს პირობებს, რაც რეალობასთან პრინციპში არ არის ახლოს. დონალდ ტრამპი აკეთებს განცხადებას, რომ ვიცით ის მიემგზავრება თურქეთში, მან თავად სურვილი გამოთქვა, რომ მიიღოს მონაწილეობა. სხვა საკითხია იმ ზელენსკის მიერ ასე ვთქვათ ჟონგლიორობა ტექსტუალური, მან წარმოაჩინა ისე, რომ ის მიიღებს უშუალოდ მონაწილეობას, მას აქვს სურვილი თავად ესაუბროს პუტინს, მაგრამ პუტინის ნაცვლად პესკოვი, მისი პრესდივანი, აკეთებს განცხადებას, რომ საღამოს იქნება მხოლოდ ცნობილი ის დელეგაცია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას. პრინციპში, როდესაც დაანონსდა ეს მოლაპარაკებები, სხვა პოზიციაზე იყო ეს კოლექტიური დასავლეთი და უკრაინული მხარე, უბრალოდ შემდეგ პუტინმა გააკეთა ესეთი სვლა, რომლის თანახმად ეს კოლექტიური დასავლეთი პრინციპში დაეთანხმა, რომ გამართულიყო ისევ და ისევ სტამბოლში, სადაც შეწყდა ეს მოლაპარაკებები ამ დასავლეთისვე მოთხოვნით. აი ახლა საინტერესოა, როგორ გადაწყდება, მიიღებს თუ არა თავად პუტინი მოლაპარაკებებს. ასეთი ვერსიაც იყო დაშვებული კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგების მხრიდან, მაგალითად მარკოვმა თქვა ასეთი რამე, რომ ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ თუ კი მოლაპარაკებებში დონალდ ტრამპი უშუალოდ ჩაერთება, პუტინიც მზად არის, თქვა, დაჯდეს ამ ზელენსკისთან, ერთადერთი უნდა იყოს გარანტიები, რომ ეს ზელენსკი არ დაიწყებს თავხედობას, რა პრეცედენტიც უკვე იყო, როდესაც პირველად თეთრ სახლში ჯეი დი ვენსთან და დონალდ ტრამპთან ეს მოხდა. ირაკლი, საინტერესოა თქვენი პოზიცია, თქვენი ვერსია, თქვენი ანალიზი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ კუთხით, შედგება თუ არა საერთოდ ეს მოლაპარაკებები. ახლა დასავლეთი წინასწარ ამბობს, რომ თუ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა და არ შედგა, ან პუტინი თავად არ ჩავიდა, უშუალოდ არ ჩაერთო მოლაპარაკებებში, ეს ნიშნავს, რომ მან წააგო. აი, თქვენი აზრი როგორია ამის შესახებ? იცით რა, პუტინის ამ პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით მე ცოტა ძალიან სკეპტიკურად უყურებ, ვინაიდან ასეთი მაღალი დონის, უმაღლესი დონის შეხვედრები ასე მარტივად და რაღაც რამოდენიმე საათში არ წყდება ხოლმე. ეს არის სერიოზული სამზადისი, რამოდენიმე თვიანი და მანამდე სანამ ეს შეხვედრა მოხდა, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებზე აქვს საუბარი, უმაღლეს პირებზე, ხო? სანამ ეს შეხვედრა მოხდება, მანამდე ამზადებენ ჯგუფები, ის საკითხების უკვე შეთანხმებულები არიან, მხოლოდ და მხოლოდ ხელმოსაწერად ხდება მათი ამ ლიდერების შეხვედრა, სახელმწიფო ლიდერების შეხვედრა. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია ახლა ზელენსკის რაღაც ხუშტურზე დათანხმდეს პუტინი და ჩავიდეს სტამბოლში. ვინაიდან ყველას გასაგებია ზელენსკისაც ესმის, რომ ის ამ გლობალურ პოლიტიკაში გამოიყენეს პაიკად და განწერულია. შესაბამისად, მას უნდა ახლა რეაბილიტაცია, ეს წმინდა შიდა აუდიტორიაზე არის ორიენტირებული ახლა ზელენსკის ეს განცხადებები, შეხვედრები, თქვენ ახსენეთ ახლა რომ პრეზიდენტ ტრამპთან და ვენსთან შეხვედრაზე იმ მოვალურ კაბინეტში
როგორ წარიმართა, შესაბამისად მას რეკლამირება თავის წარმოჩენა უნდოდა და დღესაც უნდა სტამბოლში სურს იგივეს გაკეთება და დაანახოს თავის შიდა აუდიტორიას უკრაინულს ის ძალიან ესეთი ძლიერი მართულია თანასწორად ელაპარაკება გლობალური მასშტაბის ლიდერებს როგორც სადავში ტრამპი, პუტინი და ასე შემდეგ და მხოლოდ ეს თავისი გარეკლამირება პროპაგანდირების თემაზე იყო ორიენტირებული და აგებული. ასე სერიოზული ტიპის საკითხები არ წყდება ხოლმე. რაც შეეხება შეხვედრას, მე უფრო მგონია რომ მაღალი დონის შეხვედრა შედგება სტამბოლში 15-ში. პესკომას განაცხადა, ხო, ვიცით რა რომ 15-ში ჩავლენ უშაკოვზე იყო თუ არ ვცდები საუბარი, იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი მართალია ჯერ ოფიციალურად არ ამბობენ, თუმცა გამოჟონილი ინფორმაციით. და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიტკოფ კელოგი ჩადიან და შესაბამისად ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები წავა. მე მაინც გონია რომ ეს კონფლიქტი მორჩება რამოდენიმე თვეში. ეს ამას კარნახობს აი ჩემი გამოთვლილი ძალთა ბალანსები რაც არსებობს ახლა დღევანდელ სიტუაციაში ამ რეგიონში კონკრეტულად შექმნილში. ვინაიდან რუსეთს როგორც ჩანს ამ ეტაპზე არ შესწევს ძალა უნარი წინ წაიწიოს კი ის გარკვეულწილად მიდის წინ, მაგრამ ძალიან კუს ნაბიჯებით და ამ ნაბიჯებით ან ტემპებით, თუ დავეყნობით მეცნიერებს, რომელმაც გამოითვალეს რამდენ ხანში, რამოდენ 10 წელი დასჭირდება, რომ კიევამდე და ლვოვზე საუბარი არ არის. შესაბამისად, ყველა მხარე, იგივე სიტუაცია აქვს უკრაინას საპირისპიროდ. უკრაინა თვითონ ზელენსკიმ კი არა, მაკრონმა განაცხადა, რომ გააზრებული აქვს, რომ ის ვერ დაიბრუნეს იმ ტერიტორიებსაც დაკარგა ზელენსკის და უკრაინულ პოლიტიკურ ელიტას. შესაბამისად, ყურად მიმდინარეობს ახლა ადამიანთა ხოცვა ჟლეტა იმაზე, რა ქვია, ფრონტის ხაზზე. შესაბამისად, ეს კონფლიქტი ამერიკულ მხარესაც სურს კონფლიქტის შეწყვეტა, ვინაიდან მას უფრო გლობალური საკითხები აქვს და რამდენჯერაც გვითქვია ამ სტუდიაში, რომ მისი მთავარი, ასე ვთქვათ, გლობალურ პოლიტიკაში, საერთაშორისო სისტემაში მთავარი ოპონენტი ხდება უკვე ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად გაძლიერებული ჩინეთი და თავიანთი ძალების გადასვლა სურს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებაზე. შესაბამისად, ამერიკის მხარეც ამ კუთხით მომხრეა კონფლიქტის შეჩერების. ერთადერთი მხარე არის ევროპული, რომელსაც სურთ ამ კონფლიქტის გაგრძელება, თუმცა თუ გადავხედავთ მათ შესაძლებლობებს, როგორც ფინანსურს, ტექნოლოგიურს, სამხედრო მათ არ შესწევთ უნარი გააგრძელონ ეს კონფლიქტი. დღეს იმანაც განაცხადა, საერთაშორისო მაკრონმას განაცხადა დღეს თუ არ ვცდები, რომ კონფლიქტის ესკალაცია უკრაინაში ბირთვულ ომს გამოიწვევსო და შესაბამისად მათ შიშიც აქვს. შიში კი არა, როგორი სიტუაცია აქვს, ისეთ ხვდებიან რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს. ვერ იტვირთავს ევროპა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამხელა დაპირისპირებას რუსეთთან. და ამიტომ მას მგონია ბალანსებიდან გამომდინარე ეს კონფლიქტი უახლოეს თვეებში დასრულდება. მე არ ვამბობ ახლა რომ 15 მაისს შეხვდებიან და იქ შეთანხმდებიან ამ კონფლიქტის გაჩერებაზე და გარკვეულ ხელშეკრულების დადებაზე. თუმცა მე მინდა ერთი რაღაცა უნდა აღვნიშნო, რომ თუ შევადარებთ ეს მე არ ვიცი სიმბოლურად ალბათ პუტინმა შეარჩია სტამბოლი 15 მაისი. ნედა ჩვენ ვიცით 29 მარტს 22 წლის იყო ძალიან სერიოზული ტიპის შეხვედრა სტამბოლში და სადაც ისინი შეთანხმდნენ სხვათა შორის ამ და პარაფირებას მოახდინეს ამ დოკუმენტის. და ისეთი მომგებიანი ხელშეკრულება იყო უკრაინისთვის. მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეეძლოთ ასეთი ხელშეკრულებისთვის უარის თქმა. თუმცა კიდევ ვიმეორებ და მინდა ვთქვა, რომ საერთოდ აი ნებისმიერ საქართველოს საზოგადოებასაც მინდა მოუწოდო რა. მარიონეტი არ უნდა მოიყვანო ხელისუფლებაში. ძალიან გავს ეს მდგომარეობა, რაც იყო თქო 2008 წელს საქართველოში. კი ბატონო. ეს მარიონეტები არ უნდა დასვან ხელისუფლების სათავეში. ამის საფუძველს რა გვაძლევს ჩვენს მაყურებელს ალბათ ახსოვს მაღალი რანგის დიპლომატი, გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი, რამდენჯერმე ჩამოვიდა, მართლაც კონცეპტუალურად ეს ყველაფერი მომზადებული ქონდა, მხარეები განიხილავდნენ და ქართული მხარე არ დათანხმდა ამას. ისევ ამერიკელების აი შეგვიძლია ვთქვა deep state-ის მითითებები. მე დიტერ ბოდენს დაუბრუნდებ, უნდა სურს რომ დავასრულო ის თემა. და იმ ხელშეკრულებით რაც საინტერესო რა იყო, იცით? ფაქტობრივად უსაფრთხოების გარანტიებს იღებდა უკრაინა. უკრაინის მინიმუმ იმ საზღვრებში ბრუნდებოდა, რაც იყო 22 წლის 22 თებერვლის დონბასის პრობლემა არ იყო ტერიტორიალური. და
უკრაინის ყირიმის თემა, უკაცრავად უკრაინის თემა, ხო? ეს იღებდა ვალდებულებას უკრაინულ მხარე რომ სამხედრო გზით არ გადაწყვიტავდა 15 წლის მერე დაიწყებოდა უკრაინის სტატუსზე საუბარი. კი ბატონო, ასე იყო. ისმენთ? და დღეს რა სიტუაციაა ახლა? ფაქტობრივად უკვე აღიარა ყველა მხარე აღიარებს რომ ის იმ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს. ეს არის 4 რეგიონზეა საუბარი, ზოგი 2 რეგიონი თითქმის მთლიანად აქ აღებული რუსეთს. და 5 მთლიანობაში ყირიმს თუ არ ჩავთვლით 4. თქვენ წარმოვიდგინეთ საქართველოსთან მიმართებით ბოდენის დოკუმენტი ფედერალურ მოწყობას ითვალისწინებდა. კი, ასიმეტრიულ ფედერალიზმზე იყო. ხო, თუ თვითმმართველობამდე მივდივართ და ეს გადაღებული თემაა, ხო, ეხლა იქ უშუალოდ მუნიციპალიტეტებზე ლაპარაკი როგორ უნდა იყოს, უფრო დამოუკიდებლად როგორ უნდა სუნთქავდნენ ეკონომიკურად და ასე შემდეგ. ეს უფრო ისეთი ვრცელი და დამარცლული საკითხია, მაგრამ ქვეყნის მოწყობას რაც შეეხებოდა ამ ფედერალიზმში, თავისთავად ცუდი არაფერი არ იყო. უბრალოდ რიგი ესეთი დაკომპლექსებული თავები საქართველოში მიიჩნევდნენ, რომ არა, იცით რა, ფედერალიზმი ჩვენ არ გვაწყობს ვინაიდან ჩვენ გვაქვს სამხრეთ საზღვრებთან ეთნიკურად მულტიკულტურული სახელმწიფოა ახლა საქართველო და ეთნიკურად სხვა ეთნოსები ცხოვრობენ, ვთქვათ, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქებიც ბოლო პერიოდში, ხო, რამდენს მისცა მოქალაქეობა სააკაშვილმა, როგორც ამბობენ 80,000 თურქს აქვს საქართველოს მოქალაქეობა. აჭარაში მცხოვრებთ, ხო? აჭა ხო. გვახსოვს საფარქვეშ მყოფ ბიზნესმენებს რაწული მიუძღვით მინარეთის ჩამოტანაში და ფურით რომ შემოიტანეს რკინიდან დამზადებული მინარეთი, რომელიც უნდათ რომ დაედგათ აჭარაში. ხო, ნუ ეს ხო ხვდებით რომ ახლა დიპლომატები იყვნენ ამ ყველაფრის უკან და ამ მეზობელი ქვეყნის კორპუსი ალბათ იყო ჩართული ამაში. დაბეჯითები და მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვით. ხო და აი ამ ცხელ თავებს საქართველოში მიაჩნდათ რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობ რომ ეს იყო ძალიან სახიფათო ფედერალური მოწყობა საქართველოსთვის, რომ ეს გამოიწვევდა ჯავახეთში, თქვა სომხების პრეტენზიას, რომ მიერთებოდნენ, თქვა სომხეთს. ან ქვემო ქართლს გაუჩნდებოდა ამბიციები, რომ მიერთებოდა აზერბაიჯანს. ან აჭარას, თურქეთს და ასე შემდეგ. უფრო აი ამ კრიტერიუმებით იყო ეს განსაზღვრული ეს ყველა. ეს იყო მე არ ვიცი ახლა სულ გაყიდული და ნუ მოდაში ახლა ეს ტერმინი deep state-ის მიერ დაფინანსებული ექსპერტების და პოლიტიკოსების განცხადებები. რა შუაში იყო აქ სამცხე ჯავახეთი, თუ სომხებს რამე სურდათ, სომხებს აქვთ ისტორიული სამშობლო სომხეთი და რაც შეეხება აფხაზებს, ისინი არიან ავტოქტონური ეთნიკური ჯგუფი აფხაზეთის ტერიტორიაზე. რაც შეეხება დიტერ ბოდენის კონცეფციას და აქაც ალბათ ირაკლი ალბათ აქაც შემოგედავებიან ახლა ჩვენთან ბევრი კვლევებია რა თქმა უნდა ამაზე ეს ისტორიული წიაღსვლები რომ აი ეს ავტოქტონები არიან თუ არა ეს აფხაზები ამაზეც დავას დაიწყებენ მაგრამ კიდევ უფრო ესე ჯეროვნად რომ ავხსნათ რა манипулირებადი განცხადებებიც არ უნდა კეთდებოდეს რომ ის აფხაზები დღევანდელი აფხაზები არ არიან ნამდვილი აფხაზები იყვნენ თეთრ ჩოხებში გამოწკეპილები შერვაშიძე ჩაჩვები და ასე შემდეგ და ესენი არიან თქო ყაბარდოდან და ჩერქეზეთიდან გადმოსულები და მერე გამრავლებულები, ნუ რა მნიშვნელობა აქვს? 3 ათეული წელია, სამი ასეული წელია ცხოვრობენ თავიანთი წინაპრების ნასახლარზე, ხო ასეა. აი ძალიან მარტივადაა საკითხი. შესაბამისად, მათ აქვთ კონდათ ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული პრეტენზიები, რაც ცენტრს და მეტროპოლიას უნდა გაეთვალისწინებინა, როგორც პერიფერიაზე მცხოვრები ხალხის პრობლემები. ეს ერთი საკითხი. მაგრამ ნუ თემა არის ის, რომ აფხაზებთან ადრე თუ გვიან ჩვენ უნდა დაგვეწყო საუბარი, პირდაპირ საუბარი. ხო, დიტერ ბოდენი იყო საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, მაღალი რანგის დიპლომატი, ის ხელმძღვანელობდა არა თუ პატარა ქვეყნებში არსებული ეთნიკური კონფლიქტების საკითხებით, არამედ საკუთარი ქვეყნისაც. თუ გერმანია ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც იყო უნიტარული სახელმწიფო და ეს იყო ძალიან მცირე პერიოდი, ვილჰელმის დროს და ჰიტლერის დროს მართალია იყო ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ეს სიძლიერე ვთავდებოდა ცუდად და ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს რა მოყვა ამ სიძლიერეს. პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ორჯერვე მიხვდნენ გერმანელები, რომ ფედერალური მოწყობა მათთვის არის მშვენიერი გადაწყვეტილება.
ყველა მიწას ჰყავს თავის მმართველობა, საკმაოდ შეხმატკილებულად ცხოვრობენ, ყავთ ერთი ფედერალური მთავრობა და ამაზეც იდგა საკითხი, თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ ადრე, როდესაც აფხაზები იყვნენ საქართველოში ჩამოსულები, განიხილებოდა ასეთი თემა, რომ ყოფილიყო ერთი ფედერალური მართლობა, სადაც იქნებოდნენ ვიცე-პრემიერების დონეზე, როგორც ოსები, ასევე აფხაზები. იყო თუ არა ეს? მე ხო არ ვიგონებ ამას. არა, იყო, მაგას. ხო, იყო ასე. ლესელიძის ქუჩაზე, დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩაზე, იქ შეხვედრაც ჰქონდათ, თუ გახსოვთ, ჩამოსულები იყვნენ. მაშინდელი დე-ფაქტო მართველები აფხაზეთის და გარკვეული შეთანხმებები იყო. თუმცა ტორპედირებული იქნა მე ეს შეთანხმებები. საიდან? ისმის კითხვა ვაშინგტონიდან. იყო თუ არა ასე? კი, რა თქმა უნდა, დიტერ ბოდენს 2002 წელს გამოქვეყნებული აქვს ძალიან საინტერესო სტატია და კონცეპტუალურად გაანალიზებული. შეუძლია ნებისმიერ ვისაც დააინტერესებს მივიდეს საჯარო ბიბლიოთეკაში, მე მგონი თუ არ ვწდები გაზეთი რეზონანსი იყო ასეთი, სადაც გამოაქვეყნა. ესაც პირდაპირ ამოს შემდეგ რაღაცას, რომ თითქმის ყველა მხარე, ჯერ იყო რუსულ მხარესთან დაიწყო მოლაპარაკებები. თვითონ თავისი იმით ამბობს. რუსულ მხარესთან, თავიდან რუსულ მხარე წინააღმდეგი იყო, თუმცა ჩემი შეხვედრებიდან და ჩემი კონცეპტუალურად გაანალიზებული პროცესები, რაც გაუანალიზე ლავროვს და პუტინს, ორივე დავიყოლიო. შემდეგ წინააღმდეგ წამოვიდაო ჯერგენი, თვითონ ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ჯერგენია წინააღმდეგი იყო, თუმცა მოსკოვიდან დაურეკეს ჯერგენიას, ამდე ჯერგენია იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, ისეთ პერიოდი იყო, არ ძიმბავად იყო და არ ჩანდა, ფაქტობრივად ჯერგენია მართავდა აფხაზეთს იმ პერიოდებში. და მაშინ ჯერგენიაც დავიყოლე. ბოლო რაც პრობლემები შემექნაო ბოლოს, ეს იყო ქართული მხარე, რომელსაც კატეგორიულად უარი განაცხადა ამ გეგმაზეო, რასაც დიტერის ბოდენის გეგმა ქვია და ერთიანი სახელმწიფო ქართულ-აფხაზური სახელმწიფო შექმნაზე იყო საუბარი. რაც შეეხება დაკარგვას ტერიტორიების და შემდეგ, იქ საუბარი იყო ფედერალიზმზე იყო საუბარი. ხო კი, ფედერალიზმის ბევრი ფორმები არსებობს ახლა, მაგრამ ფედერალიზმსაც ამ სუბიექტს, პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ამ ერთიან ფედერაციის პირობებში შეიქმნებოდა, გასვლის კონფედერაციისგან განსხვავებით. გასვლის უფლება არ ეძლეოდა ამ ფედერაციას. თუ ომი არ დაიწყებოდა, მთელი უბედურება არ მოხდებოდა. რაც შეეხება აფხაზები, ავტოქტონურები არიან თუ არა, ჩვენ დღეს რა მოცემულობა გვაქვს და რა რეალობა გვაქვს, იქიდან უნდა ვიმოქმედოთ და არა 1000 წლის წინ რა იყო, იმას უნდა შევეშვათ. ისმენთ რა რეალობა გვაქვს. ჩვენ ყველა ვთვლით და ისინი თვლიან, რომ აფხაზები ქართულ ისტორიოგრაფიაში ყოველ შემთხვევაში. ეხლა ზოგი ისტორია ისტორიკოს რაზეც ეს პუნქტი, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. თავად ევროპულ ეთნიკურ უმცირესობათა შესახებ ქარტიაშია ამომავალი წერტილი, ანუ თავარი საყრდენი ჟურნალისტებსაც კი, როდესაც სხვადასხვა სემინარებზე თუ კონფერენციებზე იწვევდნენ და მიდიოდა, თქვათ, ისეთი მუშაობა მათთან, როგორ უნდა იყოს კონფლიქტები გაშუქებული, ამას პირდაპირ მიუთითებდნენ. რომ მიცით რა, თქვენ ნუ ეძებთ ადრე რა იყო. თქვენ დაიწყეთ საუბარი იმაზე, რა არის ახლა. რა თქმა უნდა, ასე ხდება. პოლიტიკაში ასე ხდება. ხო, აი ასეთია ეს რეალობა. ანუ მოგწონს ჩვენ თუ არ მოგწონს, ახლა აღიარებული ყავს ეს აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტად მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვეყანას. ეს ჩვენთვის მართალია ცუდია. მაგრამ ამ ფაქტს ვერ გავექცევით, ხო? თან გაეროს მანდატის მქონე მთელ რიგ ქვეყნებს. პატარები არიან, ის კუნძულები არიან, იძირებიან თუ არ იძირებიან, რამდენიმე ქვეყანასაა კიდე აღიარებული. ცუდია ეს, პირდაპირ თქვა, ჩვენთვის არის ცუდი. მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვეძებოთ გზები, რომ ეს გამოვასწოროთ. კი, რა თქმა უნდა. ეს გზა გრძელია. ჩვენ გვაქვს ახალი რეალობა. არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი პრინციპი, პრესტიჟის იერარქია. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი სახელმწიფოები, რომელსაც გარკვეული ნაბიჯი გადადგმული აქვთ, ისინი თავიანთ პრესტიჟის შესანარჩუნებლად უკან ვერ დაიხევენ სახელმწიფოები. რაც შეეხება რეალობას იმასთან დაკავშირებით, რა იყო 1000 წლის წინ, ხო? აიგერეთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება გრენლანდიასთან დაკავშირებით. ორივე დანიის ტერიტორია, ანუ დე იურე დანიის ტერიტორია, ორივე ნატოს წევრია, ფაქტობრივად გამოდის მოკავშირე, ხო? და მოკავშირე საერთმევს, მოდი ჟარგონს ახევას სურს ამ ტერიტორიაზე და ძალიან მალე მე დარწმუნებული ვარ გრენლანდია შეერთებული შტატების შემადგენლობაში აღმოჩნდება, ანუ ვერც დანია შეუშლის ხელს და ვერც ერთი ევროპული სახელმწიფო. შესაბამისად, დიდი სახელმწიფოები როგორ აზროვნებენ, ამ აზროვნებიდან გამომდინარე უნდა ამოვიდეთ. უნდა შევისწავლოთ ამ დიდი სახელმწიფოების ქცევის ლოგიკა როგორია.
და რა ის როგორ სურს დაუშვათ პატარა მაკრონს ან იმას რა ქვია. და მსოფლიოს როგორ ჩანს ამ ბოლო წლებმაც გვიჩვენა განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ რომ არის სამი სახელმწიფო რომელიც წყვეტს პატარა სახელმწიფოების ბედს მათ საზღვრებს და ეს სახელმწიფოები გაფართოვდებიან თუ შემცირდებიან. ეს არის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი. ჩინეთი ჯერ იმდენად აქტიური არ არის, მაგრამ ეხლა როდესაც უკრაინის კონფლიქტი მორჩება ვარაუდობ რომ გარკვეულ ხელშეკრულების საფუძველზე შეჩერდება და პირდაპირ დაპირისპირება. აი ამის მერე ალბათ უკვე ჩინეთის მმართველობით რო გადაინაცვლოს შეერთებული შტატები. აი ამის მერე დაიწყება უკვე ჩინეთსაც ვიხილავ ძალიან აქტიურს საერთაშორისო სისტემაში. ჩინეთს უკვე რამდენჯერმე ახსენეთ თქვენ ჩინეთი, ბარემ გადავიდეთ ამ თემაზე. ვფიქრობ რომ საინტერესოა განხილვად. 5 მაისს მიიღო კონგრესმა ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი. თავად სახელწოდებაც ისეთი აქვს, იშიფრება ისე თვითონ ინგლისურ ენაზე, მაგრამ შეუხამეს ქართულ ვთქვათ რეალობას და მეგობრობას გამოხატავენ ალბათ ამ ოპოზიციასთან. გულისხმობენ ქვეყანას, მაგრამ რამდენად არის ეს აქტი არათუ მეგობრული, მე მგონი პირიქით არის მავნებლური. ყველაფერს დავარქვა თავის სახელი და საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა თეზისები იყო ამ დოკუმენტზე, საპასუხო აქტი, კონტრდოკუმენტი. მაგრამ ყურადსაღებია ის მომენტი, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წერილს უგზავნის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და თავის გულის ნადებს იმ წუხილს შავი თეთრზე გადმოიტანა, გაეცნო უკვე საზოგადოება სოციალურ გვერდებშიც იყო, თავად მთავრობის გვერდზეც იდო. გასაგებია, რასაც ამბობს კობახიძე. პრინციპში ნათელია და თანმიმდევრული ყველაფერი. მაგრამ სხვა საკითხია, ტრამპი ყურად იღებს ამ გულისტკივილს და წუხილს. აი როგორი სიტუაცია არის. ტრამპს ამ ეტაპზე კავკასიისთვის და საქართველოსთვის როგორ ჩანს არსალია. იქ არის სამი საკითხი, გლობალური საკითხი, ეს არის უკრაინა, ირანის თემა, ჩინეთი და ჩინეთთან მიბმული ინდოეთ-პაკისტანის თემა. შესაბამისად, ეხლა ამ პროცესებისთვის ტრამპს არსალია და აქედან გამომდინარე დიდ ყურადღებასაც არ უთმობს ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს და კავკასიის საკითხებს. ეს არის საქართველოს თემა საინტერესო გახდება უკრაინის მერე რეგიონალური ლიდერებისათვის, როგორც ირანი, თურქეთი და შესაბამისად რუსეთი. ახლა მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სისტემა ისე აგებული დღევანდელ პირობებში, ან ბირთვული იარაღის და შეიარაღების პირობებში, რომ პირდაპირ კონფრონტაციაში დიდი სახელმწიფოები ვერ შევლენ და შესაბამისად რეგიონალურად ეტაპობრივად უნდა მოხდეს სხვა რეგიონებში გადანაწილებები და ახალი ძალთა ბალანსების დადგენა. უკრაინა რომ მორჩება რუსეთისათვის, აქ მთელი სიმძიმის ცენტრი, რეგიონალურ მასშტაბით ვიღებ ამ შემთხვევაში, გადმოინაცვლებს სამხრეთ კავკასიაში. აქ არის ბევრი თემა არის, ასე ვთქვათ, დასადგენი, რუსეთს, თურქეთს, ირანის ინტერესებია და შესაბამისად ამ სახელმწიფოებს შორის იქნება მთავარი ასეთ კონკურენცია, უფრო ცუდ ტერმინს არ გამოვიყენებ, ხო ძალიან მძაფრ ტერმინს, ესეთ კონკურენცია, პოლიტიკური კონკურენცია, გეოპოლიტიკური თუნდაც, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ რეგიონში. რა თქმა უნდა, მე ვარაუდობ, რომ ამ მულტილატერალური კონცეფციიდან გამომდინარე თურქეთის უკან დადგება შეერთებული შტატები და ეს დღევანდელი ადმინისტრაცია, თუმცა ეხლა იმის იმედი თუ აქვს ჩვენს ხელისუფლებას, რომ პრეზიდენტი ტრამპი ისეთ განცხადებებს გააკეთებს და რა ვიცი, ხარდაჭერას ხარდაჭერ განცხადებებს გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მე სიმართლე გითხრათ არ მგონია ასეთი რაღაცა. რაც შეეხება იმას, თუ ვინმეს იმედი აქვს ეხლა თუნდაც იმ მეგობარი აქტის ასე რომ ვთქვათ, ავტორებს. ეს ჯო უილსონი ხშირად იმეორებს ამ ჩინეთის ფაქტორს. ახლა იქ ირანიც თქვენ ახსენეთ ირანი, მაგრამ ჩინეთი აწუხებს. რა თქმა უნდა, ჩინეთი არის ნომერ პირველი პრობლემა დღეს შეერთებულ შტატებისათვის. შეერთებულ შტატებს თავის ნაციონალურ საფრთხეების დოქტრინებში ყველგან თითქმის ორი ტიპის სტრატეგიული მოწინააღმდეგე აქვს. ეს არის რუსეთი, ეს არის წმინდა სამხედრო თვალსაზრისით მოწინააღმდეგე და მეორე ეკონომიკურ ტექნოლოგიურ თვალსაზრისით ისინი თვლიან ჩინეთს. რუსეთის თემა ასეა თუ ისინი გრძნობენ და იციან, ითვლიან რა ძალიან პრაგმატულად უყურებენ ამერიკას, ზოგადად ანგლოსაქსები ძალიან პრაგმატულად ყველაფრის კალკულაციას ახდენენ და ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ თვალსაზრისით
ისინი თვლიან და მიიჩნევენ რუსეთი მათი კონკურენტი არ არის. და ამ 30 წლიანმა, უფრო ვიტყოდი პუტინის შემდგომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდმა, 2000 წლიანებიდან. მანამდე ყურმოჭრილი მონაყავდა თავი დასმული მარიონეტი მოსკოვში, ყველაფერი შემორჩილებოდა შეერთებულ შტატებს. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ სერიოზული წინააღმდეგობა მიიღეს და განსაკუთრებით გვახსოვს უფრო მოგვიანებით კიდე 2007 წლის მუნხენში გამოსვლა პუტინის. აი ამის მერე დაიწყო ის დაპირისპირება და მთელი ენერგია ამერიკულმა ელიტამ, ამ გლობალისტურმა ელიტამ, თავზარდაცემულები იყვნენ მუნხენის და ამ გლობალისტურმა ელიტამ, რასაც დღეს ჩვენ მოდაშია, ხო, ჩვენ ეს deep state ეს ტერმინი. ამ ელიტამ თავარი აქცენტი გააკეთა რუსეთზე. უკრაინის კონფლიქტიც ამის გამოძახილია. ჩვენი 2008 წლის კონფლიქტიც იმის გამოძახილი იყო. ამ ასობაში ძალიან ჩუმად წყნარად ვითარდებოდა ჩინეთი ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, სამხედრო თვალსაზრისით. და ეს გაიაზრეს, როგორც ჩანს, ამერიკაში ელიტებმა გაიაზრეს, ეს პრობლემა სერიოზულად დაუდგება რამ 5 მაქსიმუმ 10 წელიწადში. ნომერ პირველი სახელმწიფო გახდება, დღესაც მე მგონი მთლიანი შიდა პროდუქტი გაუსწრო ერთულ მოსახლეს თუ არ ვწდები ჩინეთმა. და ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის ეს. და შესაბამისად გადაერთნენ ჩინეთის მიმართულებაზე. მაგრამ აქ კიდე ჩდება ერთი კითხვა. ჩვენ ვახსენეთ მირაკლი კობახიძის ეს წერილი ტრამპისადმი. როგორ ფიქრობთ ახლა ჩვენს ყავს მთელი რიგი სამსახურები, ახლა აქ არ გულისხმობ პირდაპირ გაგებით სპეცსამსახურებს, მაგრამ რომლებიც ამონიტორებენ, აკვირდებიან რა მოძრაობებია თუნდაც სხვა ქვეყნებში საგარეო კუთხით, საქართველოსთან მიმართებით, ხომ არ არის ეს თადარიგი დაჭერილი იმაზე, რომ თუ კი რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ ტრამპი ახლა დიდად არ აინტერესებთ დიდ ქვეყნებს და დიდ მოთამაშეებს, წვრილ სახელმწიფოებში რა ხდება, მაგრამ ის რომ კონგრესი იღებს ამ აქტს და ისიც ითქვა, რომ პირდაპირ ახლა უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ თუ კი კონგრესი ასოცირდებოდა დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ მეტრი იყო დემოკრატიის, დღეს პირიქით ასევე იყო ჩამოწერილი ის პუნქტები, სად არის ეს დეზინფორმაცია საქართველოსთან მიმართებით, რაც იმ მეგობარ აქტში არის. ხო და ახლა ეს კობახიძის წერილი ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ თუ კი იქნება ტრამპის მიერ ხელმოწერილი და დადასტურებული ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომ საქართველო აირჩევს თავის გეს, თავის სვლას აი ამ მოლოდინების გარეშე, რასაც ქვია ეს ატლანტიკა და ვაშინგტონზე დამოკიდებული. რა იცით რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ ამის არჩევა, გვინდა თუ არ გვინდა. ერთადერთი თუნდაც უკრაინასთან დაკავშირებით ერთ რაღაცას ვამბობ. ერთ-ერთი მთავარი პირობა რაც არის, ეს არის უკრაინის ნატოში გაწევრიანება, უკრაინისათვის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა. ეხლა თქვენ როგორ გონიათ რუსული მხარე? ერთი რეგიონია, ხო? რუსული მხარე კი უკრაინა უნდა გაწევრიანდეს. და უკრაინა უკაცრავად არ უნდა გაწევრიანდეს და საქართველოს კი უნდა გაწევრიანდეს, ასეთი მიდგომა ხო არ ექნება რა რუსულ მხარეს. თუ უკრაინა არა, იგივეა საქართველოს, იგივე ვრცელდება, იგივე ექსტრაპოლირება ხდება. შესაბამისად ამ ხელისუფლებას იმ კონსტიტუციაში რაც აქვს ჩანაწერი, ქართულ ოცნებად ამის ამოღება მოუწევს. და გარდა ამისა, თავად რუსეთს აქვს საგარეო დოქტრინაში ჩადებული, რომ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნები არავითარ შემთხვევაში, ანუ პირდაპირ მომიჯნავე მეზობელი ქვეყნები არ უნდა იყვნენ ნატოს წევრები. კი ბატონო, პირდაპირ წერია ნებისმიერი გზით უნდა შეაჩერონ ამ სახელმწიფოების ინტეგრაცია. ხო და რატომ აქვთ ილუზიები? აი სულ შემთხვევით ახლა ავტობუსით მოვხდი, მივდიოდი სახლისკენ თავისუფლების მოედანზე. აი სადაც ზურაბ წერეთლის ცნობილია წმინდა გიორგისის თანდაკება დგას. ობელისკი უпростоრად. კუთხეში ლესელიძის ქუჩაზე იქ ადრე ჯერ კიდე საბჭოთა დროს კარგი საყოფაცხოვრებო მაღაზია იყო, ელექტრონიკას ყიდნენ, ნათურებს ასე შემდეგ. იქ აბრა შევამჩნიე წერია information center NATO და რაღაც EU. ანუ დღემდე გვაქვს ეს ოფისი ნატოში გაწევრიანების და ახლა რა კონსტიტუციაში კი გვიწერია, მაგრამ დადგება თუ არა საკითხი ამ ჩანაწერების კონსტიტუციიდან ამოღების შესახებ. აქაც არის აი პარალელები რო გავავლოთ. 9 მაისი იყო სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, 14-ია 9 მაისი. ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ გვირგვინით, გვარებს ჩამოვთვლი პირდაპირ. კობახიძე, კალაძე, პაპუაშვილი ხო არ მეშლება?
სამივე იყო გვირგვინით შეამკეს მელიტონ ქანთარიას ბიუსტი. მელიტონ ქანთარიამ რატომ პიროვნულად სცემდნენ მას პატივს, როგორც ერთ-ერთ ჯარისკაც სერჟანტს, რომელმაც იომა სამამულო ომში, თუ ის რომ 150-ე კუტუზოვის სახელობის მეორე რანგის დროშა აიტანა რეიხსტაგის შენობაზე, რომელიც ამავე დროს არ შეიძლება აკრძალულია პადოშას ქარტია რო აქვთ. ანუ პარადოქსი არ არის? აი უბრალოდ გეკითხებით. თანმიმდევრულები, ახლა ანალიტიკოსი ბრძანდებით მაღალი რანგის საკანდიდატო, სადოქტორო ყველაფერი დაცული გაქვთ. კი ბატონო. უმაღლესი ხელისუფლების პირები მიდიან ბიუსტთან, უბრალოდ პიროვნულად სცემდნენ ამ ადამიანს პატივს და ის გარდაიცვალა 90-იანების დასაწყისში, მათ დარწმუნებული ვარ, უბრალოდ შეხებაც არ ქონიათ მასთან. თუ იმ ადამიანთან მივიდნენ პატივსაგებად, რომელმაც ეს წითელი დროშა აიტანა რეიხსტაგზე. გეტყვით რაღაცას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ზოგადად რო ვთქვა, საერთაშორისო სისტემა ეს არის ტრანზიტულ მდგომარეობაში. მიმდინარეობს ტრანსფორმაციის პროცესი. უნიპოლარულიდან გადავდივართ სხვა სისტემაზე. სავარაუდოდ მულტიპოლარიზმით დასრულდება ეს ყველაფერი. ეს ესმის ამ ხელისუფლებასაც. და ესეც გარკვეულ შუალედურ ნაბიჯებს დგამს, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ისეთი პროპაგანდა მიდიოდა და ისე ტვირთავდნენ ამ ტვინებში, ისე უდებდნენ ამ ჩვენ საზოგადოებას და საზოგადოების უმრავლეს ნაწილში ისე არის ეს გამჯდარი. დღეს თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა რომ უთხრათ ახლა ამათ რომ ხვალ ერთ დღეში უცბად რომ უთხრათ არა ჩვენ ნატოში არ მივდივართ. აი როგორი აღსაქმელი იქნება იმ ადამიანის მასებისთვის. ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის საქართველოში. შესაბამისად ასეთი ტიპის ნაბიჯებით, ასე სიმბოლური ნაბიჯებით ისინი ცდილობენ შეაგუონ ქართული საზოგადოება, რომ დასავლური ინტეგრაციის გზა ეს უკვე დასრულებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძესაც ესმის ეს და მთლიან პოლიტიკურ კლასს ქართულს. იმ ოპოზიციურსაც კი ესმის ეს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. და მიდის ნელი ნაბიჯებით ხალხის შეგუება, რომ იცვლება სიტუაცია გეოპოლიტიკური საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი მიდის და შესაბამისად ჩვენს მოგვიწევს ამ რეალობებისთვის ამ რეალობის ახმა, რომ სულ სხვა მსოფლიოში მოგვიწევს მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ცხოვრება. და ამის ნემნელა ამზადებენ საზოგადოებაზე. მე ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ხედავ სიმართლე რო გითხრათ. ხო, მაგრამ ამ ჭინკებს რა ეშველება ახლა რო დადიან ფეხებს რომ აბაკუნებენ და რო ყვირიან. ეს ჭინკები რაზე ყვირიან, ხო ვიცით ყველამ რომ ფინანსდებიან და ფინანსებიდან გამომდინარე. თუ სხვა დიდი ცენტრიდან წამოვივა ფინანსები, იქით ხარეს გადავარგდებიან. ახლა ეს ფულის გულიც არიან თორე. ხო გასაგებია რა, მათი ასეთ მერკანტილური მიდგომა საკითხებისა. ახლა რომელი ახლა ლიბერალი და იდეური მე არ შემხედრი არსად. კი მე ზოგინად ახლობელი ნაცნობი მყავს, მაგრამ იდეურად უყურებენ და სულთ რომ იდეურად უდგებიან ამ საკითხებს, რომ უნდა რომ ლიბერალური დემოკრატია, საქართველოს იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ასეთი მცირე ნაწილია ასეთი ეს. და ბევრი გაუნათლებელი ქართული ახალგაზრდა, ბევრი, ყველას არ ვაყენებ ხა შეურაცხყოფას, მაგრამ ბევრი არის გაუნათლებელი, რომელსაც მესმის ახლა რთული სოციო-ეკონომიკური სიტუაცია, ხო, ვიცით რა როგორი ვაგდო. თუ რამე გარედან ფინანსური ინიექცია ხდება გარედან ფინანსური შესაბამისად ცდილობენ გარკვეული მოგება მიიღონ ამ პროცესებში. კი ბატონო. და რაც შეეხება ახლა სანქციების თემას ორი მომენტია. ერთი რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა შეიმუშავა აი იმ შეხვედრის წინ, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს უკრაინის საკითხზე, რიგით მე-17 პაკეტი სანქციების და მთელი მათი პრესა, დასავლური პრესა არის ამით აჭრელებული, ანუ ისეთ როგორც ეს სანქციები სიტყვა როგორც ბუას ისე იყენებენ, რომელსაც არანაირი დატვირთვა უკვე აღარ აქვს და სასაცილოა. როგორ შეიძლება 3 წელი ყოველ მეორე და მესამე დღეს მიმდინარეობდეს ლაპარაკი სანქციებზე. მას რომ რაიმე ქმედითი არა მუშაობს რაღაც ნაწილში, მაგრამ ქმედითი რომ არ არის, ანუ ამით რომ რუსეთში არაფერი არ იცვლება და თავის პოზიციას არ უხვევს, ეს ერთი. და ასევე საქართველოზე იყო ნათქვამი ერთ-ერთ კონტექსტში ევროპელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ახლა ჩვენ უახლოვდებით იმ სიტუაციას, როდესაც 27-ვე წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმდეს, რომ ხო, ჰერჩინსკი ელჩმა, მართალი ბრძანდებით, ევროკავშირის ელჩმა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ იქნება უკვე ერთიანი პოზიცია 27-ვე
ევროკავშირის. იმედი გამოთქვა მე. ეხლა ეს რა ის მოვლა ნასრედინის ვირზეროზის და წინ ჯოხით ბაწარზე მწვანე ბალახი რო აქვს ჩაბმული, ანუ ვის აგიჟებენ, რა უნდა, თან არც გვეშვებიან, თან ხვდებიან რომ არეალი გასაფართოებელი აქვთ რუკას რო დახედო ევროკავშირი არის რუსეთის მე 25 ნაწილი ალბათ სიდიდით. ანუ რის თქმა სურთ ამითი, ან რატო უნდათ არეალის გაფართოება ჩვენ ხარჯზე. ეხლა რა სკანდალიც დღეს არის Euronews-ზე, აი მაგალითად ეხლა ჩავიხედები, ვიტყვი უბრალოდ ჩვენი მაყურებლისთვის. საინტერესო ის გახლავთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ანუ ევროკომისიამ წააგო ყველა პუნქტით, ეს არის სასამართლოს საქმე, ეგრეთ წოდებული Pfizer Gate-ის. სადაც New York Times-ის ჟურნალისტები ითხოვენ, აი ეს ბურლა ვინც იყო ამ Pfizer-ის კომპანიის, ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენთან დიალოგები, ანუ გაჟონა. მაგრამ უბრალოდ ინფორმაციამ გაჟონა. მაგრამ არა იმ ტექსტმა, რაზეც საუბრობდა ეს ურსულა ფონ დერ ლაიენი, მილიარდებზე იყო იქ ლაპარაკი ამ ბურლასთან. და ევროკომისიამ რადგან წააგო უმაღლეს სასამართლოში, ახლა აქვს რამდენიმე თვე დარჩენილი იმის საპასუხოდ, რომ გაასაჩივროს. ეს წაგებო, ანუ ამერიკელი ჟურნალისტები ამ ხრივ მათ ბადალი არ ყავთ, ახლა ჩვენ რო გავიხსენოთ მთელი ძველი საქმეები, ის ცნობილი საქმეები გვახსოვს ალბათ ხო ნიქსონის წინააღმდეგ რამხელა ამბავი აგორდა და ნიქსონის გადადგომით დასრულდა ეს ყველაფერი. ხო და აი ურსულა ფონ დერ ლაიენს როგორც ევროკომისიის თავმჯდომარეს და მთელ მის აი ამ ევრობონზებს ვინც გარშემო ახვევია. დღემდე აქვთ ეს პოლიტიკა, აი ეს მჭერმეტყველება იმისა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მახვეწარი. რომ ევროკავშირში ჩვენ გვინდოდა შესვლა თან ახლა გეზი გვიჭირავს კი კონსტიტუციაში ეს ვახსენეთ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ასე შემდეგ, მაგრამ მაიმუნობით არიან დაკავებულები. ანუ პრინციპში ფულის ხო კორუფცია და მაფია აქვთ გაჩაღებული. ამ კოვიდ ისტერიაზე აღარ გავამახვილებ ახლა ყურადღებას ხო გვახსოვს ხო მაიმუნობას აქვს ადგილი. სასამართლომაც კი უკვე სწორი პოზიცია დაიჭირა, ანუ არ წააგებს ეს ხალი ალბათ, იქ შეიძლება მისი ქმრის ინტერესებიც გამოჩნდეს და ასე შემდეგ. ანუ რა უნდა ამ ევროკავშირს და ევროკომისიას ჩვენგან. ხო წარმოიდგინეთ, ჰერჩინსკი გამოდის და კიდევ მოძღვრავს, გვაშინებს, რომ 27-ვე ქვეყანა ახლა საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანდება და ჩვენ ყურს აგვიწევს. რა ევროპელების მდგომარეობა არის სავალალო, აი სიმართლე რო გითხრათ და ამაზე მეტყოლეს თუნდაც ის ბოლო მაკრონის განცხადებები უკრაინასთან მიმართებაში. აი ჩვენ დავიშვათ რუსეთთან მიმართებაში განცხადებს აკეთებ და თუ ჩვენ არ დაგვთანხმდება რაღაც საათი ციკციკებს უკვე დაიწყო საათმა მუშაობა. ეხლა დღეს განაცხადა რომ ისე რა ქვია 15-ის მერეო რაღაცა შევიმუშავოთ ამერიკელებთან ერთად. მე გეუბნებთ ევროპას, როგორც გეოპოლიტიკურ სუბიექტს, არანაირი ძალა გლობალურ პოლიტიკაში არ გააჩნია. ევროპა მაშინ იყო ძლიერი, როდესაც შეერთებული შტატები იდგა მის უკან. ევროპა რო გახდეს სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშე, მას სჭირდება დაახლოებით დღეიდან რო დაიწყოს მზადება ამისთვის. დაახლოებით 10-15 წელიწადი. და ეხლა ამათი განცხადებები ეს არის უბრალოდ გონორზე რო არიან, ხო? ეს არის უბრალოდ სახის შენარჩუნება, მეტი სხვა არაფერი. თუ შეერთებულმა შტატებმა და მათმა პრესამსახურებმა არ მოინდომეს საქართველოში ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და არც მოინდომებენ, არ აინტერესებს და არ შედის მათ ინტერესებში ეს დღევანდელი ადმინისტრაციის. ისმენთ? არც აინტერესებს საქართველოს თემა მათ, იმდენად ტრამპს მაგალითად, სხვა ისეთი გლობალური პოლიტიკური პრობლემებია მათ წინაშე, მათი ადმინისტრაციის წინაშე. შესაძლოა ვერ მოხდება მათ ამ ხელისუფლების დამხობა, ვერ შეუძლებელია ეს. თუ ესენი არ დათმობენ, ეგ არ ვიცი ახლა. რაც შეეხება ევროპელებს არ გააჩნიათ იმის კონკურენციის უნარი ერთი სუვერენული სახელმწიფო, მთლიან ევროკავშირის სახელმწიფო და ბლოკი ვერ უწევს კონკურენციას, მარტო ავიღოთ უკრაინასთან მიმართებაში. ხა საქართველოს რა უნდა ქნან ამ ადამიანებს? საქართველოში გამორიცხულია ეს ხა. მე არ ვამბობ რომ ქართული ოცნება პრორუსულია და რუსულ პოლიტიკას ატარებს. არ ატარებს, ნამდვილად არ ატარებს რუსულ პოლიტიკას. ეს არის ჩვეულებრივ პროდასავლური პოლიტიკური კლასი, თუმცა დაუპირისპირდა ევრობიუროკრატიას, იმიტომ ფრონტი არ გახსნა, მოუნდომეს დამხობა და შესაბამისად აქედან გამომდინარე მოხდა ეს კოლიზია ამ ორ
ევროკავშირსა და ევროკავშირის ევრობიუროკრატიასა და დღევანდელ პოლიტიკურ მართულ კლასს შორის დაპირისპირება. მე სხვა ახსნა ამას არა, ეს ჩვეულებრივ დასავლური პოლიტიკური ელიტაა. მაგრამ მიუხედავად ამ გეოპოლიტიკურ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც რუსეთს გააჩნია, არ დაუშვებს. აწყობს ახლა რუსეთს ეს ხელისუფლება აწყობს ფაქტი ახლა თავის გეოპოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ახლა მას არ სურს 3-4 მმართველობაზე ფრონტი გონდეს. ერთი უკრაინაში მიმდინარეობს ჯერჯერობით ომი და შესაბამისად არ უნდა ახლა სამხრეთ კავკასიაც აუფეთქონ და პრობლემები შეექმნას თავის ჩრდილოეთ კავკასიურ რეგიონებს. და ამიტომ აწყობს ეს ხელისუფლება. და უკრაინაშიც არ უნდოდა ეს. მაგრამ ჩვენთან ირაციონალური მიდგომა არის. მიაჩნიათ, რომ რადგან რუსულმა შენაერთებმა გაარღვიეს ის სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ის ტანკები რო შევიდნენ უკრაინაში, ეს წარმოჩენილ იქნა ისე, როგორც პირდაპირი, თქვათ, იქ ანექსია, თუ დაპყრობა და ასე შემდეგ. მაგრამ რაზეც დღემდე მიდის მსჯელობა, რომ კონფლიქტის თავარი სადავეები არის აღმოსაფხრელი. მიზეზები, რის გამოც კონფლიქტი წარმოიშვა, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ახლა დაიწყეს საუბარი პირველ მასზე. კი, უკვე ნელ-ნელა გამონათება აქვს, კი, გამონათება აქვს. ნატოსთან, ნატოზე უარის თმასთან დაკავშირებით არის. იგივე სიტუაცია არის აქ ახლა. და ახლა ევროკავშირი არ არის გლობალური კიდევ ვიმეორებ, არ არის მოთამაშე, რომელსაც შესწევს უნარი ამ რეგიონში ახლა. აქ თურქეთის ინტერესებია კიდევ ვიმეორებ, ირანის, რუსეთის ევროპა არ არის თუ შეერთებულ შტატებთან ერთად თუ ანიზრახეს რაღაცა სხვა საკითხია. არ არის მოთამაშე აქ რამე სერიოზული ცვლილებები განახორციელოს საქართველოს თან მიმართებაში ან ხელისუფლება დაამხოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ეს ვილსონი და ეს კონგრესმენები, ჩვენ ვიცით რომ კონგრესში იურიდულად არსებობს ასეთი ლობიზმის ინსტიტუტი, ხო? ეს არის ჩვეულებრივი სანქცირებული კორუფცია, რა. კანონიერი კორუფცია, იღებს ადამიანი ფულს და ამ განცხადებებში ამ აქტების მიღებებით არიან დაკავებულები და რამდენიც უნდა იმდენი მიიღონ ახლა. ამას არ ვიცი მე. თქვენ რასაც ამბობთ ახლა ეს პრინციპში შეიძლება ითქვას რომ არის სიმართლე. კი ბატონო, ასე. ამის დადასტურება არის Paramount Pictures-ის თუ Columbia Pictures-ის თუ გახსოვთ ხომ ნათლიაში ცნობილი Francis Ford Coppola-ს კონგრესმენი რო არის იქ და პირობებს რო უყურებს რომ თქვენ აქ ძურძგლიანი იტალიელებიო და ეხლა ეს ფული მომიტანეო და მე ვილაპარაკოთ რომ ეს წინადადება გავიდესო და ვერ მიიღებო ვერც ფულსო მაგრამ დოკუმენტს მომიტანო ხო ის თავარი გმირი რას ამბობს კი ბატონო ის ხომ არ მოუგონია Francis Ford Coppola-ს იქაც ხო იყო ცენზურა იქ ვიცით ამ ფილმის შექმნის ისტორია ხო საერთოდ როგორ იყო და Melrose Turwas აქვს კარგად აღწერილი სხვათა შორის არის დეტალურად ამერიკაზე აქვს წიგნი დაწერილი კარგად ახლა ვიცით რომ საერთაშორისო ჟურნალისტი იყო საკმაოდ ძლიერი Melrose Turwa და მას აქვს იქ აღწერილი ეს მოვიყვანე უბრალოდ მაგალითისთვის ანუ კონგრესი და სენატი ახლა ნაკლებად იერარქია იკასაგებია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერტიკალი არის კონგრესი ახლა კონგრესი არის ორპალატიანია იქ სენატი და წარმომადგენლობრივი პალატა შედგება და ეს კანონის მეგობარი აქტი თუ რაც არის ხო ეს მე მგონი ჯერ წარმომადგენლობრივი პალატა მიიღო ხო თუ არ ვწდები კი იქ კიდე პროცედურები მე სენატი და მე პრეზიდენტმა უნდა მოაწესოს არ ვიცი ხარ როგორ დასრულდება ეს პროცედურა მაგრამ მნიშვნელოვანი არსებობს თქვენ იხრებით ირაკლი რომ მაინც ტრამპი მოაწერს ალბათ ამას ხელს შესაძლოა შეიძლება არც მოაწეროს შეიძლება არ ვიცი ვერ გეტყვით შეიძლება მოაწეროს მე რა მოაწეროს აქ არაფერი ესეთი სერიოზული ცვლილებები ვერ მოხდება კი შეიძლება მოხდეს ამას მოყვეს რა ფსიქოლოგიურად აღმატებულ მდგომარეობაში ყოფი ოპოზიციის გარკვეული კონსოლიდაცია, მის გარშემო მობილიზაცია საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც მოწინააღმდეგე ამ ხელისუფლების, თუმცა სერიოზულ შედეგებს ეს ვერ მიიღებს, ამის გარდა სხვა სერიოზული მოთამაშეები არიან. თუ უკრაინაში ომი დასრულდება და რამოდენიმე თვეში მორჩება, გამორიცხულია საერთოდ გეუბნებით აქ რამე გადატრიალების და ამდაგვარის. მთლიანი რუსული, ასე ვთქვათ, მანქანის გეოპოლიტიკურ თამაში გადმოინაცვლებს სამხრეთში. დაამხობენ ტანგების შემოვლენ. და ყველას მოუწევს გაქცევა აქედან იმ ოპოზიციონერებს თავის მრევლთან ერთად. კი. აი ასე დასრულდება ეს ყველაფერი. და ეხლა ჩელიაბინსკი რო ყვირიან ჩელიაბინსკი. მას მართლა ჩელიაბინსკი მოუწევთ მე გაგვიძება მე. გამორიცხულია საქართველოს უკრაინას ეს არის ობიექტური რეალობა. ეხლა ჩემ ნებასრულზე ეს არ არის და ჩვენი რომელიმეს ნებასრულზე ეს. არსებობს ობიექტური გეოპოლიტიკური რეალობა, ამ რეალობიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, არც უკრაინას, არც საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, არც ნატოში და არც ევროკავშირში ინტეგრაციის. ჩვენები როგორ მსჯელობენ? ისე და ამათ ანალიზს, ჩვენი პოლიტოლოგების ანალიზს რო უყურებ, ხო?
გეგონება საქართველოს რაღაცა ლუქსემბურგის მეზობლად მდებარეობს სადმე შუაგულ ევროპაში. ამბიციები პრევალირებს რეალურ შემადგენლობას. რა ხო ვიცით ახლა თუ ესენი ამ ანალიზებით არიან ჩვენი პოლიტოლოგები, მაშ კარგად ქონია საქმე ვიცი. ყავთ რა ჩვენ ტელევიზიებზე ესეთი პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები 24 საათი მოძღავენ საზოგადოებას თავისი წყალებში ბზნული აზრები. ოთხოში ვინც მართლა ჩახედულია საკითხში, თავშეკავებული მაინც არის. ანუ ისე ხშირად არ ჩანან, მაგრამ ვინც აი ასე ბრწყალ რაღაცეებს ამბობს და მე არ მახსოვს უბრალოდ რომ ის ახთენილი იყო საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ძალიან დაბალი დონეა რა. აი პირდაპირ გეუბნებით თქვენ ამას. კი, არის. ეს სამარცხინოები არიან ტელევიზორში გამოდიან პოლიტოლოგები. ძირითადად ნახულობენ აი ეცნობიან ამ პერიოდულ გამოცემებს, ააგენტოების მასალებს ეცნობიან და ამის მიხედვით რაღაც ალგორითმს აწყობენ თავში და ჩხიბაობენ და ასაღებენ თავს. ფულს აკეთებენ პირდაპირ მოდი ვთქვათ რა ფულს აკეთებენ. ან ინტერესები, ვისაც რომელიმე ქვეყნის ინტერესებს შეიძლება ითვალისწინებდნენ და მათ რაღაც ჰონორარებიც ჰქონდეთ. კი, არის ეს. ჩვენ გვახსოვს არა უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ყველას რო ჯეროდა უკრაინა ომს რო მოუგებდა რუსეთს. გვახსოვს რა ესეთი რაღაცები. ხო, ჭურვები არ ქონდა თურმე რუსეთს და ვერ ურტყავდა რაღაცა. ამ დაგვარ სისულელეებს რო და სამხედრო ექსპერტები გულის სამრევითომ სამხედრო ექსპერტები რო გამოდიოდნენ სისულელეებს რო როშავდნენ პირდაპირ ეთერში. კი, ბევრი სისულელე ითქვა. კიდე აქვთ ჩახვევა სხვა მომენტზე რომ აი ორ დღეში კიევის აღება და ერთ კვირაში თვითონ უკრაინის აღება ეს ჩაიხვიეს რაღაცა დამახსოვრებული აქვთ მიაჩნიათ რომ ანუ სტრატეგიული აზროვნების დეფიციტი არის რეალურად. ან წარმოიდგინეთ ხო ისევ გამახსენდა ეს სააკაშვილის ეპიზოდი გახსოვთ ხომ პირქვედამხობილი რო იყო და ზემოდან ეს დაცვა რო გადაახდა გორში ხო ეს სულ 25 რო გამოჩნდა. სულ ვიხსენებ ხოლმე ამ მომენტს იმ კონტექსტში რომ დუდაევი გვახსოვს როგორ მოხდა დუდაევის განადგურება ამ სითბური რაკეტით რომელიც რუსეთს იშვიათი კი სატელიტური პირდაპირ თანამგზავრული იმით როგორ ჩანს ქონდა ეს ინფორმაცია. აი, როდესაც იქ ფეხოსანთა ჯავშან მანქანამ გაწია ეს ქართული პიკაპი, აი ეს ცნობილი კადრები რო არის. იქ ჩანდა რაც თქვენ თქვით, რომ ხვალზე გაკ შეიძლება უკრაინაში რაც იყო, იმაზე უარესი მომხდარიყო, თუ კი ამ ნატოზე ისევ ბოდოა გაგრძელდებოდა. არ გამოურიცხავ რომ მართლაც სააკაშვილზე მეტად ჭკვიანმა მრჩევლებმა შეიძლება ბიძამისმა რომელიც უფრო ჩახედული იყო ამ საერთაშორისო კონიუნქტურაში. შეიძლება თვითონ იმ ამერიკელმა ინსტრუქტორებმა, რომლებიც ასევე უფრო სხვა პლასტში უყურებდნენ არსებულ ვითარებას, გვახსოვს ჩვენ რუსი დიპლომატების ბოლო მომენტამდე ხო როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, ისიც გვახსოვს ის იაკობაშვილი და ეს ლომაია როგორ მოქმედებდნენ, ხო? და რო გამოჩნდა რომ რუსეთი ყველაფერზეა პრინციპში წამსვლელი, ალბათ უთხრეს რომ მოდი ახლა всё გეყოფით, გავჩერდეთ და დავწყნარდეთ, თორე აქ ქვაზე არ დარჩება. რისი ჩანასახებიც იყო. ესენ საქართველოს თავის დროზე, ნუ სააკაშვილის დროს განსაკუთრებით, უკრაინას ზელენსკის დროს, როგორც პაიკ ისე გამოიყენეს. ამათ ფული მისცეს, ამათ ფული აკეთეს და ქვეყნები გაწირეს იმათმა იმ ელიტამ აი ზელენსკის გარშემო და იმ პროდასალურმა ბჭყალებში უკრაინულმა ელიტამ უკრაინა გაწირა. აი შუაზე ფაქტურად შუაზე გადახსნეს ამ ხელა სახელმწიფო შუაგულ ევროპაში. ჩვენ კიდე რაღაც შანსი გვაქვს ერთიანი სახელმწიფო შექმნის რუსეთთან და აფხაზეთთან. მე გეუბნები სამუდამოდ დაკარგულია ის ტერიტორიები უკრაინას. თუ ასე გაგრძელდა, ხო? მე საერთოდ 15-20 წელიწადში კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ უკრაინის როგორც სახელმწიფოს არსებობასაც კი. ვინაიდან იქ ისე ისტორიულად თუ გადავხედათ ისეთი მდგომარეობა, იქ პოლონელებს თავის ინტერესები აქვს. ეხლა ნუ გონიათ არა მარტო უნგრელებს კი ბატონო. იქ ჩერი გვახსოვს რა რუმინელებსაც კი ჩერჩილის ცნობილი სიტყვები რა პოლონელებზე. აფთრებს რო შეადარა. როგორც აფთრები ისე ეცემიანო თავის სხვა სახელმწიფო, მეორე მსოფლიო ომი რო იწყებოდა იმ პროცესებში რა. გერმანიის მოკავშირე, ნაცისტური გერმანიის მოკავშირეები რო იყვნენ თავის დროს. ხო და აი ამ გლობალისტები ხშირად პედალირებენ თუ გახსოვთ აი მომენტზე რომ იქ ხომ ახლა პრინციპში ევროპაში ეს მიღებულია რომ გაუთანაბრო ფაშიზმი კომუნიზმს, ან ტოტალიტარული სისტემები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტზე და ხაზს უსმევენ რომ საბჭოეთი შევიდა კონიუნქტურაში ამ ფაშისტებთან, ან ნაცისტებთან და ხელი მოაწერა, მაგრამ იმას არ ამბობენ რომ
მანამდე არაერთმა სახელმწიფომ თითქმის ყველამ გააფორმა ანალოგიური აქტი და განსხვავება იყო მხოლოდ ერთადერთი. ყველა იქ, რა ვიცი, ჩემბერლენი დალაძიევი, ყველა ეახლა ჰიტლერს. ყველა ეახლა იქ ფეხებთან პირდაპირ იმ გაპრიალებულ ქრომიან ფეხსაცმელებზე აკოცეს. სტალინი არ ჩასულა. ეს ერთ-ერთი საკითხი და უფრო მეცაც გეტყვით ახლა. აი ჩეხეთის თემა რო ავიღოთ, ჩეხეთის თემა. ვინ ჩააბარა ჩეხეთი გერმანულ? ბრიტანელებმა, ხო? კი. სუდანს საბჭოთა კავშირს ეხვეწებოდა, საბჭოთა კავშირი ჩვენო ბზად ვარ დავეხმაროთ ჩეხეთს. და პოლონელებმა ფეხები რო გაფშიკა, აი ბოდიში ამ მაყურებელთან. და არაო. წინააღმდეგ რო წავიდა. პოლონეთის გავლით უნდა შესულიყო. უარო განაცხადა. პოლონეთს ჰქონდა თავისი ინტერესი და პრინციპში ეს შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს ითამაშა ეს კატალიზატორის როლი ჰქონდა ამ ქვეყანას. თითქმის ხო ვიცით არა, როგორ ტერიტორიები გერმანელებთან ერთად სხვა მეზობელ სახელმწიფოს ჩამოაჭრეს მიიერთ პოლონელებმა, ვიცით რა, ისტორიიდან ეს ფაქტები. და შემდეგ მე გერმანელებმა ჩაყლაპეს და გადაყლაპეს თლიანი პოლონეთი. ხო, მერე უკვე იალტის და პოცდამის შემდეგ მოხდა ისე რომ სხვათა შორის საბჭოთა კავშირი როცა შევიდა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტით, ხო? მაშინ პოლონეთის ბედი გადაწყვეტი რომ თავიდან არ შედიოდა საბჭოთა კავშირი. კი. ჩვენ გვრჩება კიდე და საბჭოთა კავშირმა კიდე მინდა დავამატო ის ტერიტორიების ისტორიული უკრაინელების ტერიტორიები დაიბრუნდა ბელორუსთან, დასავლეთ ბელორუსია და დასავლეთ უკრაინა. ის შემოიერთა. კი. უკრაინელებს და უკრაინებს საერთოდ რა აქ სალაპარაკო მე საერთოდ ვერ ხვდები. ხო, ის უკრაინის საკითხი ახლა ჩვენ უკრების გულშემატკივრები თუ გვისმენენ ალბათ ახლა დიდათ არ მოწონთ ახლა ჩვენი ესეთი მსჯელობა. აქ მომენტი იყო ის რომ უკრაინა შეიქმნა საბჭოთა კავშირი არ ყოფილიყო. საბჭოთა კავშირის დროს უკრაინა როგორც სახელმწიფო დღეს აღარ იარსებდა. კი, როგორც რესპუბლიკა მოხდა ამ ტერიტორიების მობოჭვა და კომუნისტებმა შექმნეს სახელმწიფო. მოგწონს კომუნისტები, კომუნიზმი, ამას მნიშვნელობა კომუნისტებმა შექმნეს ეს. კი. იყო ერთი უკრაინა ახლა გეოგრაფიულ რუკაზე რო ვნახოთ, იყო ერთი ცენტრალური უკრაინა, ბევრად მცირე, თითქმის ნახევარი იმ ტერიტორიისა, რაც ახლა არის რუკაზე და შემდეგ მოხდა გასაბჭოების დროს აღმოსავლეთ მხარეს რუსეთის დასავლეთ ტერიტორიების, სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიების მიერთება. სახელმწიფოს ფორმირება ამ საზღვრებში, ხო? ბოლოს ხრუშოვმა 54-ში გადასცა ეს ყირიმი, მასაც თავისი ფაქტორები ჰქონდა. საბოლოო წერტილი ამ სუბიექტის შექმნას დაუსვა სტალინმა. და როდესაც პროუკრაინელები ჩვენთან უკრაინაში ეს დეკომუნიზაცია და მთელი ტერმინებს რო იყენ, დეკომუნიზაცია ნიშნავს უკრაინის გაქრობას პოლიტიკურ რუკიდან. და უკურდებიან რას ამობენ? არ უნდა ეს პრობლემა ის არის ობიექტურად არავინ არ სწავლობს ამ ისტორიულ პროცესებს, ხომ? პრინციპში ისტორიოგრაფია ზოგადად ანგაჟირებული მეცნიერება, ყველა სათავისოდ, ყველა პოლიტიკურ კლასი მართველი იყენებს სათავისოდ ამას. მაგრამ არის ხო არა არქივები, არის ობიექტური ისტორიკოსები, რომლებიც ცდილობენ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და სამეცნიერო წრეებს. კი, გეთანხმებით სრულიად აი იმ ისტორიოგრაფიის საკითხში ზოგს აქვს გადაჭარბებული, მინდა გითხრათ რომ თავად სტალინიც ამბობდა. და ბევრი ისტორიკოსებს უსწორებდა რაღაცეებს და თვითონ ეთნიკურ ახლა არ დავასახელებ, მაგრამ მქონდა რომ აი ამათ აქვს ღრმად მიდრეკილი სკრუპულოზურად მჭხიბაობა ზედმეტად ჩვენთანაც არის აი წიგნებს თუ დაათვალიერებთ ხომ აი ქრისტეს ქართული წარმოშობის შესახებ ან ქრისტეს სომხური წარმოშობის შესახებ აი ანუ ქალდეა აი ჰოროსკოპების და ასტრალის დონეზე არის რაღაც ისტორიული მჭხიბაობა. არ გამიგო და ქართული მეცნიერების ნაშრომებს საერთოდ არ გითხულობ სიმართლე რო გითხრათ. კი. არის ეს მომენტი ხო. მაგრამ როგორც მეცნიერებს ვერ აღვიქვა აი სიმართლეს გეუბნებით. ხა ბევრი ნაცნობი მყავს და რაღაც ბევრს პატივს ცემ ახლა, მაგრამ ზოგადად რასაც უყურებ ახლა რაც ხდება ქართულ სამეცნიერო წრეებში, ამას არ მეცნიერები ვერ აღვიქვამ უბრალოდ რა. ეს ჩვეულებრივი იდეოლოგიები სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე ვამბობ ხა ამ შემთხვევაში. შეიძლება მათემატიკაში და ტექნიკურ მეცნიერებაში არის. გეთანხმებით ბევრ ამაში. აი პროპაგანდას დაქვემდებარებული კონიუნქტურშეკები გახსნას და დასაკვირველი. კი. კი, არის ეს არ არის ეს ზუსტი მეცნიერება. ნაშრომის კითხვა უკვე საზღრობაა, გულის ამრევია ბევრი. სრულიად გეთანხმებით, ზუსტი მეცნიერება არ არის, ბევრი არის ფანტაზიის ნაყოფიც არის გარკვეულწილად უფრო ადრეულ პერიოდში.
ისიც გასაგებია რომ გამორიცხვის მეთოდით ხდება ეს ყველაფერი, როდესაც საკვლევი მასალა არის საინტერესოა თავად როგორც მეცნიერება, მაგრამ განსაკუთრებით ადრეული პერიოდის სამეფო სამთავროების დონეზე ძირითადად ეხნობიან პირველ წყაროებს, ადრეულ პირველ წყაროებს და იმის და მიხედვით ხდება ტირაჟირება უკვე საკუთარი აზრების ჩაქსოვა ამაში. ეს არაერთი ჩვენ ვიცით რაზე გვაქვს საუბარი. ამიტომ ნახევრად მითოსურ და ნახევრად მითიურ მეფეებს მიაწერენ რამის დათვლილი აქვთ მისი ყოველი დღე ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, რას აკეთებდა დროის რომელ მონაკვეთში. ეს ხო ეხლა აბსურდია, ვინც განათლებული ადამიანები არიან თუ ზუსტ მეცნიერებებში პროფესიონალები არიან, გვისმენენ ალბათ დაგვეთანხმებიან, ხო? ზედმეტი ემოციები ბევრს ეწყინება, მაგრამ რეალობა არის ასეთი, ახლა ჩვენ არ ვიგონებთ არაფერს, არ ვფანტაზიორობთ, ვამბობთ როგორც არის ეს ყოველივე. ყველა აზრს აქვს, რა თქმა უნდა, არსებობის უფლება, თუმცა ასეთია, რაც უფრო მეტი ზუსტ ციტა ამ მეცნიერების მუშაობა, ხო, საერთოდ რა როგორ არის სახელმწიფო მოწყობილი? არის გარკვეული მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც კონცეფციებს სხვადასხვა ტიპის მეცნიერულ კვლევებს ახორციელებენ და ასე შემდეგ, რაც ასახვა უნდა ჰპოვოს ქვეყანაზე. ჩვენთან რა ხდება? ჩვენ გვიმუშავია ორთავეს არქივებთან. კი ბატონო. და შესაბამისად ვიცით როგორ იწერება ეს ყველაფერი, ხო? როგორ ხდება და ამათმა ნამუშევრებმა, ამათმა ნაშრომებმა, ამათმა კონცეფციებმა, აი რა დადებითი მოუტანეს ამ ქვეყანას, ეგ მითხან ერთი რამე. ერთი. ხმას არ ამოვიღება. კი ბატონო. ხო, რას ვიზამთ ახლა ყოველ შემთხვევაში ჩვენი მთავარი საზრუნავი არის როგორ ამ მიმართულებით წავა ქვეყანა გამვითარება ცხოვრების ხარისხი და მიეხედოს ამ თემას. იმედია ეს პროცესები რო ჩამთავრდება ეს უკრაინაში. ამიტომ გადაფორმატირება რომ მოხდება. ან ეს ხელისუფლება თუ სხვა იქნება მიხედავს ამ პროცესებსაც ამ სამეცნიერო პროცესებსაც მიხედავს ამ კვლევით ცენტრებში და ასე შემდეგ. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს გადაცემებში მნიშვნელოვანი და საზრუნავი საკითხია, ეს რა თქმა უნდა საჭიროებს მეტ ყურადღებას და მეცნიერების გარეშე ვერცერთი სახელმწიფო ქვეყანა ვერ განვითარდება. ყველგან ასეა, ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალში. თუ სახელმწიფოს აშენება გვინდა და სახელმწიფო შექმნა. მას ჭირდება სერიოზული მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც დაიწყებენ სხვა მიმართულებით გარკვეულ კონცეპტუალურ თემების დამუშავებას და ასე შემდეგ. რას შემდგომში უნდა მოყვეს ამ ქვეყნის განვითარება უნდა გამოიწვიოს ამან. პოლიტიკურ კლასზე რა პოლიტიკური ელიტა. იმ სამეცნიერო ჯგუფების მიერ შექმნილი კონცეფციების რეალიზება ზე არის მაგენი ეს ჩვენი პოლიტიკოსი სხვა შემთხვევაში რაში გვჭირდება? სხვა შემთხვევაში რაში გვჭირდება? ხო, მაგრამ ეს პერიოდი ჩვენ უკვე გავიარეთ, როდესაც ეს თავღია ხელისუფლება რო იყო მოსული ვიდრე 2012 წლამდე გულისხმობ. ეს სოროსის გლაპი ბრო შეყარეს პროფესორად. დროინდელი ხელისუფლება რაში გვჭირდება და ყველაფრის მიდიოდა, ახლა პროფესორებად მიიყავდათ ის თუთბერიძეები და გუშინ გამოჩეკილი ბავშვები ვიღაცეები, რომლებსაც ორი კლასი არ ქონდა დამთავრებული. სირცხვილია უბრალოდ კი, ან მათ ლექსიკას რო დააკვირდეთ და რო გვახსოვს სატელევიზიო ჩართვები და გამოსვლები მათი რეებს ლაპარაკობდნენ სირცხვილი იყო უბრალოდ ელემენტარულად სირცხვილი. და მათი აზრის სტუდენტობა და მომავალი თაობა რა უნდა იყოს წარმოგიდგენიათ. ხო, ახლა შედარებითია ყველაფერი, აი მეზობელ ქვეყნებშიც ვარ ნამყოფი, მათაც აქვთ საკუთარ თეატრებთან ზუსტად ისეთივე ვარსკვლავები, როგორც ჩვენ გვაქვს აქ ფილარმონიასთან ან თეატრებთან. ჩვენ ხალხს, ჩვენ ქართველობას კი ბატონო ყველა ვიცით, გვესმის, გვიხარია, ვაფასებთ. მაგრამ წარმოვიდგინეთ ახლა აი ჩახვიდე მაგალითად ბაქოში ან ერევანში და გაიარო იქ თეატრთან და იხილო ვარსკვლავები ესეთ წარწერით, ხო? რას გვმატებს, არა, უბრალოდ იკითხავ ვინ არის, ხო? და ეს არის და ეს. ისევე აქ როგორც საქართველოში ჩამოვა ვიღაც სტუმარი, გაევლის და ხედავს ამ ვარსკვლავს და შეხედავს ვიღაც ადგილობრივი მსახიობი. ეს პროვინციული ხო, რა თქმა უნდა. ეს ახლა ვუტრირებ, რა თქმა მე ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ჩვენი რა გვიყვარს ყველა დაფასებული ადამიანები, მსახიობებიც და ვარსკვლავებიც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს გლობალური გადასახედიდან ფართო ჭრილში არ წყვეტს ბევრს არაფერს. ამის თქმა მინდა უბრალოდ. ამას გავუსვი ხაზი. დიდი მადლობა ირაკლი გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი გახდათ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ირაკლი უბილავა.
ჩვენ შევხვდებით უკვე ზეგ, მადლობა ყურადღებისთვის.